მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ძვირფას ჩვენს ტელემაყურებლებს. დიახაც, ძალიან სამწუხაროა ის, რაც დღეს მთელი თვის განმავლობაში ხდებოდა ამ დარბაზში. ბევრჯერ ითქვა და უბრალოდ ძალიან მოკლედ გავიმეორებ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უწყების ხელმძღვანელს არ ჰქონდა და არ აქვს პასუხი არც ერთ კითხვაზე. შესაძლოა ბევრმა სხვაგვარად მიცეს ამ მოცემულობას ინტერპრეტაცია. ბევრი ალბათ იტყვის, რომ პასუხი კი აქვს, უბრალოდ ეს რომ თქვას, მაშინ ის ვეღარ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი ბიძინა ივანიშვილის კარზე. ბატონო გახარია, დღიდან თქვენი შინაგან საქმეთა ministrად დანიშნვის შემდეგ, თქვენ დაინიშნეთ 2017 წლის 13 ნოემბერს. უბრალოდ დაგნიშნათ ერთმა ადამიანმა ამ თანამდებობაზე და მე მგონი ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გექნებათ არც ერთ უმრავლესობის წევრთან, რომ თქვენი თანამდებობაზე დანიშნვა არ დანიშნვა საკითხი შეთანხმებული არ იყო, მე მგონი არავის არ უყვეს. და რა მოიტანა თქვენმა ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდმა. უღრმესი კრიზისი, მუდმივი დაძაბულობა ქვეყანაში, განცდა ასევე მუდმივი ქაოსისა და თავად ქაოსი. იქ ზოგჯერ როდესაც არ არსებობს ქაოსი, არის განცდა რომ ქაოსია, რაც რა თქმა უნდა თქვენ სასიკეთოდ არ მეტყველებს და მუდმივი ასევე კრიზისები. მაგრამ მოდით მაინც დავსვათ შეკითხვა, რიტორიკული. ან ნახევრად რიტორიკული. რა მოახერხეთ მაინც მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ შინაგან საქმეთა ministrად დაგნიშნათ თქვენმა პოლიტიკურმა ბატონმა ივანიშვილმა. მე ვფიქრობ, თქვენ მოახერხეთ სარკაზმის გარეშე მთავარი პრინციპში ის რისთვისაც დაინიშნეთ ამ თანამდებობაზე და მოახერხეთ მისი, ანუ ივანიშვილის რეჟიმის აგრესიის გაღრმავება ხალხის მიმართ. დიახაც, ვიმეორებ, ივანიშვილის რეჟიმის აგრესიის გაღრმავება ხალხის მიმართ. თქვენ ეს მოახერხეთ, თან შესაშურად კარგად მოახერხეთ. უამრავი ფაქტის ჩამონათვალი შემიძლია ეხლა გავაკეთო, მაგრამ სამწუხაროდ არ მეყოფა 10 წუთი და არც 20 წუთი, მაგრამ მაინც მინდა ჩამონათვალი დაგამახსოვროთ თქვენ თავი, რომ ყველა დარწმუნდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ კრიტიკა კრიტიკისთვის. აი მაგალითად 2017 წლის 22 ნოემბერი. უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ. დღისით ვზისით თბილისის ცენტრში ტერორისტების ჯგუფი შეიჭრა და გაუხსნა ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას და მათ შორის რა თქმა უნდა სპეცდანიშნულების რაზმს. თქვენ უნდა დაგეცვათ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. სინამდვილეში კი არსებობს სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ჯგუფის საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა მოხდა თქვენი ჩართულობით. თქვენი უშუალო პირადი ჩართულობით. ამ ეჭვს აღრმავებს გარემოება, ვიდრე ვსაუბრობთ დღევანდელი ამ წუთის მდგომარეობით, რომ ამ საქმეზე არაფერი პრაქტიკულად გამოძიებული არ არის, ხელშესახები არანაირი საგამოძიებო შედეგები არ აგვაქვს. პლუს კიდევ თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ამ დაჯგუფების ხელმძღვანელი ბატონი ჩატაევი თქვენი ხელისუფლების მიერ იქნა ძალიან საეჭვო გარემოებაში გათავისუფლებული ციხიდან, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. მივდივართ წინ 2017 წლის 1 დეკემბერს. ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია. აქაც უკვე მინისტრი ბრძანდებით, ორი სკოლის მოწაფე ტრაგიკულად მოკლეს და რა უნდა გაგეკეთებიათ თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. დაუყოვნებლივ პირველი წუთებიდანვე უნდა დაგეწყოთ სწრაფი და ეფექტური გამოძიება. თქვენ დაიწყეთ. მაგრამ დაიწყეთ საპირისპირო, დაიწყეთ მტკიცებულებების გაყალბება და დამნაშავეებზე ხელის დაფარება. ეს არის ფაქტი. ორი კვირის განმავლობაში ყველობიდან, თითქმის ორი კვირის განმავლობაში ყველობიდან არც ერთი მოწვე არასრულწლოვანი არ იყო დაკითხული და შუალედში თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთეთ განცხადება, რომ თითქმის გახსნილია საქმეო. დღეს სად ვართ 2019 წელს და ზაზა სარალიძე საკუთარი შვილის კვლელს ეძებს და თქვენს მიერ კონტროლებადმა სასამართლომ წარმოუდგენელი განაჩენი გამოიტანა და დაადგინა, რომ არ არსებობს დათუნა სარალიძეს კვლელი. 2017 წლის 26 დეკემბერს სპეცსამსახურებმა მოკლეს საკუთარ სახლში, საკუთარ საძინებელში ბატონი ახალგაზრდა უდანაშაულო, ხას უსვამ უდანაშაულო თემილან მაჩალიკაშვილი. ადამიანი იწვა ლოგინში. ნული რეაგირება. 2018 წლის 11 მაისს სპეცდანიშნულების რაზმი შევარდა ორ ღამის
ღამის კლუბში, სადაც ათასობით ტურისტი და ადგილობრივი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ცდილობდა დრო გაეტარებია დასვენების დღეს. და ამით შექმნით ქვეყანაში ქაოსი. 2018 წლის სექტემბერი თქვენ აქტიურად დაიწყეთ თქვენი მმართველის ინიციატივის, გახსოვთ ალბათ, მარიხუანის პლანტაციების გაშენების, ასე ვთქვათ, ხორცშესხმა ამ ინიციატივაზე და წინა სამუშაოების დაწყება დაიწყო თქვენმა სამინისტრო და მას შემდეგ რაც წრომა იყო ძალიან მაღალი საზოგადოებაში თქვენ შეაჩერეთ. 2018 წლის სექტემბერში ასევე გავრცელდა ჩანაწერები, სადაც დასტურდებოდა ბიზნესმენებზე ზეწოლა, მათ შორის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რეაგირება ნული. 2018 წლის ოქტომბერს მირზა სუბელიანის ჩანაწერები გავრცელდა. თქვენ ხართ მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, რეაგირება ნული. 2018 წლის ოქტომბერში თქვენ გადასახდით სამეგრელოში და დიახ, თქვენ მიიყვანეთ კვლევობამდე ქალბატონი ია კერძაია. აქ თქვენ პასუხს უმრავლესობა დეპუტატების, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი არ გისმევენ, როდესაც ია კერძაიას ეხება, როგორც ადამიანს, რომელმაც კვლევობამდე მიიყვანა. დიახაც, აიძულეს ეს ქალბატონი რომ დაეტოვებია თანამდებობა, ვინაიდან არ ჩაერთო ზურაბიშვილის კამპანიაში. და ეხლა გამოდიხართ და თურმე მე რა შუაში ვარო. ჯერთიც გავიწყდებათ რომ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა ვიცე-პრემიერი და პასუხისგებელი ხართ მთავრობის კაბინეტის მუშაობაზე. 2019 წლის აპრილში პანკისზე ბევრი ითქვა აქ, რაც გააკეთეთ. თებერვალში მანამდე TBC ბანკზე მიიტანეთ, რომელი ერთი ჩამოთვალოთ. და ჯერეთიც თუ შეიძლება მომისმინეთ რომ საუბრო და კულტურა საპარლამენტო თქვენ ახსენეთ რომ საპარლამენტო დემოკრატია ჩვენი პრაქტიკულად მონაგარიაო და ფუძემდებელად გამოაცხადეთ საკუთარი თავი, მაგრამ საპარლამენტო დემოკრატიის ფარგლებში ელემენტარული კულტურა არის საჭირო რომ მოусმინოთ. ეხლა თქვენთვის ბევრად სასიამოვნოა ბატონი ოხანაშვილი რო გამოვა და ტაშო დაგიკრავთ. კვლელები არიან დაუჯელები, გესმით თქვენ ეს? დიახაც, ბაჩანა შენგელიას დედა არის მოკლული. მაჩალიკაშვილის შვილი არის მოკლული, სარალიძეს შვილი არის მოკლული. კაჭრეთში თქვენმა უწყებამ სიკვდილამდე მიიყვანდა მოკვდა ადამიანი. გემატობა განუვითარდა და უამრავი და თქვენ გამოდიხართ აქ და დაგწინით. და თქვენ გონიათ რომ ამით დივიდენდები მიიღეთ? მე მართლა ძალიან შეშფოთებული ვარ. მე საერთოდ არ ვდარდობ თქვენზე როგორც ცალკე აღებულ გიორგი გახარიაზე, იმიტომ რომ ზუსტად შემიძლია გიწინასამეთყო თქვენი მომავალი. ან თქვენ გაიქცევით იქ საიდანაც ჩამობძანდით რუსეთში, ან აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება. მაგრამ მე ვდარდობ თითოეულ ჩვენგანი შვილებზე, შვილიშვილებზე, მათ შორის ჩემს შვილს და თქვენ შვილებზე. ეხლა ესეთი დადრგუნული, დაღლილი, ილაჯ გამოლეული შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც არანაირი პასუხი არ გააჩნია, არის საშიში სახელმწიფოებრიობისთვის. და თქვენ მით უმეტეს, როდესაც დაგნიშნეს ეხლა უსაფრთხოების საბჭოს მდივლად ადამიანი, რომელიც ამ თანამდებობაზე უნდა ცდილობდეს შექმნას ნორმალური გარემო ძალოვანი სტრუქტურებისთვის, რათა მათ ეფექტურად შეასრულონ საკუთარი მოვალეობა და განუხტოს კრიზისი როგორც მინიმუმ. და ამ დროს თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც კრიზისებს ქმნით, ანუ წყარო ხართ ამ კრიზისების. თქვენ არ ხართ ჩემ თვალში შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ ხართ დიახაც დამნაშავე კრიმინალი გიორგი გახარია, რომელსაც აუცილებლად დაადებენ ხელბორკილებს. გავა წლები და არც თუ ბევრი და ეს მოხდება ბატონო გახარია, იმიტომ რომ თქვენ ეს მოახერხეთ და ბიძინა ივანიშვილი, ანუ თქვენი პოლიტიკური ბატონი, მას არ ექნება არც სურვილი და არც ენერგია დაგიცვათ. ამ ქვეყანაში მე არ მახსენდება დღემდე არც ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ბოლოს არ შექმნოდა პრობლემები, ვინაიდან ის მოწყდა ხალხის ხმას. და თქვენ მაგონეთ ყველას ერთად აღებულს. და რატო გონიათ რომ იქნებით გამონაკლისი? რატო არ უნდა გაგახსენოთ, რატო ადამიანი აბაზოვი შარდი ასმევია რიგით მოქალაქეს მარნეულში და იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრია გამოუშვით. არის ხო ასე? მერი 6 თვეში გამოუშვით და ბიძინა ივანიშვილმა მიიღო საკუთარ იმაში, რა ქვია, პარტიის ოფისში. და სანამ სარკაზმით დაიწყებდეთ საუბარს იმ უმტკინვლეულეს საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც 100,000-ობით ადამიანს აწუხებს, კარგად დაფიქრდით ბატონო გახარია. კარგად დაფიქრდით, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში თქვენ პრობლემების, სიღარიბის, კრიმინალის გარდა არაფერი არ მოგიტანიათ. რაც მინისტრი ხართ 55%-ით გაიზარდა დანაშაულმა და 18%-ით არის გაზრდილი დანაშაულის გახსნის სტატისტიკური მონაცემები. და დღეს გავცედა თქვენი სამინისტროს მიერ, რომ 90%-ით არის მომატებო. თუ შეიძლება დამიმატოთ, ერთი წუთი.
90% ქთამის აღების ფაქტი არის გაზრდილი საჯარო სამსახურებში. თქვენივე გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით. მეც არაფერს არ აკეთებ. ქთამის აღების გარდა. წარმოიდგინეთ, ეხლა 90 თან რაღაც წვიმანი ქთამის აღებაა, ხო? თქვენ თვითონ რამდენს იღებთ? საინტერესოა. ფარცხალაძე რამდენს იღებდა? უჩა მამაცაშვილი რას აკეთებს? ბიზინაიოშვილი ერთად. ერთი სიტყვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით თქვენ მოგიწევთ პასუხისგება და ტყუილად არ ქონდეთ იმედი, რომ ამას აერიდებით. დიდი მადლობა. ფრაქცია პატრიოტთა ალიანსი, ქალბატონი ირმა ინაშ